ხო ქალბატონი მარიკა არევაძე გახლავთ ჩვენი სტუმარი აი ბლოკი ახალის წევრი ბრძანდება და თან ესე ვთქვათ იურიდიული სამსახურის თვითად გადავთ მარიკა დიდ პატივს ვცემთ უცხოელად გეუბნებით საინტერესო რესურსი ხართ ახლებისთვის და მოდი ესე ვთქვათ რა ხა თქვენ ყველაზე მეტი პროცენტი აიღეთ იმ ოქტომბრის არჩევნებში მე ვფიქრობ რომ აი ახლა დათო თაზოს ველაპარაკებოდი დათო ნაშვილს მე მგონი იცით აი საინტერესო და მე თუ ვიტყავ დრამატულად ვითარდება მოვლენები მაგრამ გამოსავალიც არსებობს და მე როგორც ახლა პოლიტიკური პარტიის წევრთან მინდოდა მესაუბრა მაგრამ აი ახლა ეს მე თქვენი წერილიც ავიკითხე 3 სექტემბერს ახართ დაბადებული და 3 სექტემბერს სიურპრიზი გააკეთა საბჭოთა სასამართლო და სამში დაგიბარათ რაღაც აი მე მაინც ისეთი ისამაკ იცით განსთა რომ მაპატიოს ვერთმა რუსულ სიტყვას იხვა ზადი ხოცაკეთებს სასამართლო და ხვდებია რომ კრეტინულ მდგომარეობაში ჩააგდეს ქართული მართლმსაჯულება და ალბათ გაათავისუფლებენ ახლა გავეცანი მათ საქმეებს ყველაფერი მაგრამ აი ეს განწყობა რაც სასამართლოში არის კრახია ქართული მართლმსაჯულებისა ალბათ უკვე თვითონაც ხდებია შეიძლება თქვენი ვისაც თქვენ ესე თქვა ადვოკატირებას უკეთებთ ის ადამიანები გაათავისუფლოთ მაგრამ აი პოლიტიკურად აი მე რო უყვირდები თქვენი საქმეც არის და თქვენი მით უმეტესად თქვენი პარტიას ფაქტურად ის არის რა პარალიზებულია ციხეებში არიან ნიკამელიას ნიკა რამეაცა და რა არის იცით აი არ გიფიქრიათ რომ აი თუნდაც აი თაზოსთან შეხვედრილი ყავით 10-ვე პარტიის ხალხი რომ აი მრგვალი მაგიდის გავსე დამჯდარი ყავი და რაღაცა სხვა ფორმა ან სხვა სისტემური მიდგომით გაეძულებინათ ხელისუფლება რომ წავიდნენ კომპრომისებზე და გაათავისუფლონ ისინი არ ვიცი მაინტერესებს თქვენეული ახმა რეალობისა პოლიტიკურისაც და სასამართლოზე ლაპარაკის აღარ შეიძლება მე მგონი გაათავისუფლებენ იმათ იმიტომ რომ გაკოტრებულია ეს მოსამართლეები და ძალიან ცუდად დაამთავრებენ მაგნი აი ამ სიტუაციაზე ვისაუბროთ თქვენის ნებართვით მოგესალმებით დავით პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის და ასევე დიდი მადლობა იმ თქვენი პოზიტიური დამოკიდებულებისთვის რომელსაც ყოველთვის ვგრძნობ როდესაც ვარ თქვენთან არა ძალა ხართ და იმიტომ სერიოზული ძალა ხართ მე პირველად ხედავ რომ ადვოკატები პოლიტიკაში შევიდნენ და კარგია ეს კარგი ნიშანი არის და თქვენი პარტია საინტერესო ადამიანებით არის დაკომპლექტებული და არ მომწონს რომ ეს დაპატიმრებულები არიან რაღაცა გამოსავალზე გეფიქრათ მეტი იურისტი ხართ? კი ბატონო, აი დავიწყებ თუ შეიძლება ამასთან დაკავშირებით საუბარს, იმიტომ რომ დღეს თუ მომეცემა შესაძლებლობა რამოდენიმე მიმართულებით მინდა რომ საკითხებს შევეხო, ეს არის როგორც ადამიანის უფლებების საკითხები და ეს პოლიტიკური საჯულება, რომელიც უკვე თვეების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ თბილისის საქალაქო სასამართლოში თუ ბათუმის სასამართლოში, ასევე მინდა შევეხო იმ პოლიტიკურ მდგომარეობას, რაც ჩვენ დღეს გვაქვს ქვეყანაში და რა მოცემულობის წინაშეც გავართ ერთის მხრივ ჩვენი 8 პარტიის გაერთიანების ფარგლებში და მეორეს მხრივ როდესაც წინ გვაქვს რუსული სპეცოპერაცია ეგრეთ წოდებული არჩევნები სადაც აპირებენ კი არა და უკვე მიღებული აქვთ მონაწილეობა ზოგიერთ ისეთ პარტიას რომელიც არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო ამ ფორმატში და ასევე მინდა შევეხო ზოგადად საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში რა მდგომარეობაა და რა გეოპოლიტიკური სიტუაციაა საქართველოს ირგვლივ. მოდით დავიწყოთ პირველ რიგში ადამიანის უფლებათა მდგომარეობით საქართველოში, იმიტომ რომ სწორედ ეს არის ქვაკუთხედი, საიდანაც მერე მომდინარეობს ის დემოკრატიული უკუცხვარასი. ქვეყანა უკვე წლების განმავლობაში განიცდის და ძალიან მაღალი ტემპით ხდება ეს ყველაფერი უკვე ბოლო თვეების განმავლობაში, მას შემდგომ რაც ქართულმა ოცნებამ პირველი გააყალბა არჩევნები და მიიტაცა, მიისაკუთრა ასე ვთქვათ, ძალაუფლება და მეორე, როდესაც უკვე ქართული ოცნების პრემიერი გამოვიდა 28 ნოემბერს და განაცხადა, რომ ის აჩერებდა ევროინტეგრაციის პროცესს რაც აბსოლუტურად მიუღებელია, რა თქმა უნდა, სრულიად საქართველოსთვის, ხომ? და ამის შემდგომ დაიწყო უკვე ის უწყვეტი აქცია ერთის მხრივ და მეორეს მხრივ რეპრესიების ტალღა, რომელიც პირდაპირ ერთ-ერთში წარმოადგენს რუსულ ხელწერას, ხომ? ეს რეპრესიული ტალღა და მანქანა მოიცავს რას, როგორც ეგრეთ წოდებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლითაც რეპრესიული გახადეს უფრო მეტად კანონები, ადამიანის უფლებათა სტანდარტი გააუარესეს და იქ სადაც ხედავდნენ, რომ პროტესტი
ჭიანთებოდა, იქ სადაც ხედავდნენ, რომ პროტესტი ძლიერდებოდა, სწორედ იმ მეთოდებზე დაიწყეს ეგრეთ წოდებული საკანონმდებლო ცვლილებების მიღება. ამას მოყვა უკვე ადამიანების აქციებზე უმოწყალოდ წემა, წამება და ამ პროცესში არ არის დასჯილი, ხომ ამ პროცესის განმავლობაში არც სამართალდამცველი, ეგრეთ წოდებული სამართალდამცველი არ არის დასჯილი. ამას მოყვა შემდგომ დაჭერები სისხლის სამართლებრივი წესით, რომელიც როგორც ქართული ოცნების, ანუ ანტიქართული სინამდვილეში ოცნების რეჟიმის პრემიერმა განაცხადა, რომ ეს იყო შერჩევითად, ასე ვთქვათ, პრევენციულად და იქ არანაირი დანაშაული არ არსებობდა. რასაც მოყვა უკვე პოლიტიკური ლიდერების დაკავება აბსურდული არარსებული კომისიის ფარგლებში იმისათვის, რომ პარტიები ეიძულებინათ რამენაირად მიეღოთ ამ პარტიებისგან ლეგიტიმაცია, ხომ? აი სწორედ ეს ადამიანის უფლებების მუდმივი გაუარესება, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობს, წარმოადგენს იმას, რომ ჩვენ ვშორდებით ნელ-ნელა ევროინტეგრაციის პროცესს და ევროპულ ოჯახს. ჩვენ ჯერ კიდევ წლების წინ, როდესაც მე გახდით სახალხო დამცველის კანდიდატი, ჯერ კიდევ მაშინ ქონდა ევროკავშირს წარმოდგენილი 9 რეკომენდაცია, რომელიც პირდაპირ იყო მიმართული ადამიანის უფლებების გაუმჯობესებაზე და ქვეყანაში კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული სტანდარტების გაუმჯობესებაზე. რა თქმა უნდა, არც მაშინ შესრულებულა ეს. ამის შემდგომ უკვე იყო არჩევნების გაყალბების შემდგომ რეკომენდაციები, რომელიც უნდა შესრულებულიყო, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ მოლაპარაკების პროცესში გადაეყვანათ ქვეყანა და ეს პირობები შეესრულებინათ, თავად მოახდინეს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება, ხო? და ამას უკვე მოყვა აი ამ გაუარესებული მდგომარეობის პირობებში ხელახალი რეკომენდაციები, მოთხოვნები, უпростоრედ უკვე, რომელიცაც რას ითხოვს ჩვენგან ევროკავშირი, ჩვენგან ითხოვს, რომ ადამიანის უფლებები იყოს დაცული, არ მოხდეს უკანონო დაკავებები, კანონის უზენაესობა არსებობს. ვინც დამნაშავეა ის დაისაჯოს, არ მოხდეს დისკრიმინაცია, ანუ ითხოვს ყველაფერი იმას, რაც მნიშვნელოვანია თვითონ ჩვენთვის, თითოეული ჩვენგანისთვის, თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის და რისთვისაც უწყვეტად უკვე მერამდენე თვეა ადამიანებით განან ქუჩაში, ხომ? შესაბამისად, ამას მოყვა უკვე არაერთი ასე ვთქვათ, ანგარიში, სადაც პირდაპირ არის საუბარი საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უკუსვლაზე, რაც იწვევს ჩვენს დაშორებას ევროპული ოჯახიდან, ხომ? ამის პარალელურად ჩვენს გვერდით მეზობლებთან რომ მიმოვიხედოთ, დავინახავთ, რომ აგერ სომხეთი, ანუ ნახეთ, ჩვენს რეგიონში ჩვენ ვიყავით მოწინავე, ჩვენ ვიყავით ლიდერი ქვეყანა დემოკრატიის კუთხით, დემოკრატიული განვითარების კუთხით და დღესდღეობით ჩვენ ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს, გაუარესება გვაქვს ანტიქართული, ანუ რუსული ოცნების ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, ხომ? და დღეს უკვე აი დღეს ახალი ინფორმაცია, სომხეთის სტრატეგიული პარტნიორი გახდა დიდი ბრიტანეთი. ჩვენ შემთხვევაში რას ვხედავთ? ივანიშვილის რუსული რეჟიმის პარტნიორები არიან მხოლოდ და მხოლოდ, ანუ ნახეთ, სტრატეგიულ პარტნიორებთან, ევროპულ, დასავლურ, ცივილურ სახელმწიფოებთან აჩერებენ პარტნიორობას, წყვეტენ პარტნიორობას და სამაგიეროდ სტრატეგიულ პარტნიორები ხდებიან ასე ვთქვათ, იმის რა ქვია, ავტოკრატიული სახელმწიფოების პირობებში, ხო, ანუ ავტოკრატიულ სახელმწიფოებთან იწყებენ სტრატეგიულ პარტნიორობას და თან ისეთ სახელმწიფოებთან, რომლებიც არც ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებენ და არც ჩვენ დონილებთან დაკავშირებით რეზოლუციებში იღებენ პოზიტიურ როლს, ანუ არ აძლევენ ხმას ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობის გაუმჯობესებას. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არის საგანგაშო და ეს ყველაფერი საგანგაშოა, ამაზე მიუთითებს მათ შორის ჩვენი მეგობრები, ჩვენი პარტნიორები. რეჟიმის პატიმრებზე თვითონ არაერთი საქმე შემიძლია მოგიყვანოთ, ანუ ფაქტობრივად ყველა საქმეს ვიცნობ, რომელიც დღეს სასამართლოებში მიმდინარეობს და ჩვენ 4 სექტემბრამდე, იმიტომ რომ ვისაც აღკვეცის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს წინასწარი პატიმრობები, ეწურებათ უკვე ეს 9-თვიანი ვადები და შესაბამისად 4 სექტემბრამდე მოვისმენთ თითოეულ მათგანზე განაჩენს და დიახ, თქვენს ჩემი სტატუსი აღნიშნეთ, რომელიც დღეს დავდე 3 სექტემბერს ჩემს დაბადების დღეზე ჩემი ორი ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასი ადამიანის განაჩენს მოვისმენთ. მაშინ იმეც ვიტყვევ, რომ ეგება საჩუქარი გაგიკეთოთ დაბადების დღეზე და
გაუშვან ეს ბიჭები. თუმცა ეს ამ რეჟიმისთვის არ არის ახალი, იმიტომ რომ სწორედ გიორგი მინდაძის დედას მის დაბადების დღეზე გამოუცხადეს ხო გადაწყვეტილება და ფუმერიks თავად მის დაბადების დღეზე გამოუცხადეს გადაწყვეტილება. ვარწდები, ანუ ეს არ ახალია და ჩემი თვის ორი ძვირფასი, ყველა ეს ადამიანი სხვა შორის ჩემთვის ძვირფასია, განსაკუთრებით უსამართლო დაჭერილები არიან. Sorry ხართ, მართა უკვე ფაქტიურად ეს არის აი პირადად თქვენი პროფესიული შეურაცხყოფა. ადვოკატები ხართ ყველაზე საშინელ დღეში, იმიტომ რომ არადემოკრატიული სასამართლო გვაქვს. სუბიექტები არიან მოსამართლეები, მერიდება რო თქვა, მაგრამ ბრძანებებს ასრულებენ. საერთოდ როგორ ახერხებთ ადვოკატირებას? მე ისე მიკვირს, რომ თქვენ პარტიაში რა მდგომარეობა ამაზეც მაინტერესებს და ახლა თქვენს აი არ მინდა რომ ახლა წინა ბლოკში თაზოსაც მაგას ვერებდი ლიდერები ციხეში ყავთ როგორ არსებობთ მეთქი და მე მესიამოვნა რომ რაღაცა 500 თუ 600 კაცი იჯდა გოშინდელ იმაზე რა ქვია დამტკიცებაზე ამ იმის საკრებულოს წევრებისა და მერისა თქვენ პარტიაში აი მუშაობთ აი ისევე როგორც ლელოს ხალხი მუშაობს აი მაინტერესებს პარალიზებული ხართ თუ რა სიტუაციაა თქვენს პარტიაში ჩვენს პარტიას მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კოალიციის სამი ლიდერი ნიკა მელია, ნიკა გვარამია და ზურაგირჩი ჯაფარიძე ლიდერები რა დაგიპატიო და ნიკა გვარამია გახავთ უშუალოდ პარტია ახალის თავმჯდომარეები არიან უკანონო დაპატიმრებულები ტყვეობაში, ისევე როგორც სხვა პოლიტპატიმრები, ჩვენს პარტიას არც ერთი წუთი და არც ერთი დღე არ გაუჩერებია მუშაობა. ეხლა რაზე ვმუშაობთ ჩვენ? დიახ, მაინტერესებს რა პარტიული ცხოვრება გრძელდება, ეგ მაინტერესებს რა. მე ვიცი რომ ძალიან ბევრგან გქონდა თქვენ ისა რეგიონალური წარმომადგენლობები. მუშაობა იქ გრძელდება თუ აპატიაშია პარტია. მაინტერესებს რა, გულღია საუბარი გვაქვს და კი ბატონო, გიპასუხებთ რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ, თქვენ სწორად აღნიშნეთ, კითხვის დასაწყისში, ჩვენ ნამდვილად ვართ პირველი ოპოზიციური ძალა, რომელმაც თუნდაც იმ გაყალბებული არჩევნების ფარგლებში ხარდაჭერა მოიპოვა. ხო, ჩვენ ყავს წარმომადგენლობები საქართველოს ყველა რეგიონში და თითოეული მათგანი აგრძელებს რა თქმა უნდა მუშაობას და აქტიურად არის ჩართული ყველა პროცესში. მე მეცაც შეგახსენებთ, როდესაც პარტიის მიერ პარლამენტის წინ მოეწყო ბრიფინგი, რომელთაც განვაცხადეთ, რომ არ თანამშრომლობთ აღნიშნულ რეჟიმთან, ჩვენი პარტიის 100-ზე მეტი, 100-მდე უფრო სწორედ, სხვადასხვა რეგიონის საკრებულოს წევრი იყო ჩამოსული და იდგა სწორედ ამ ბრიფინგზე და მათი, ასე ვთქვათ, პოზიციაც დააფიქსირეს ჩვენი სახელით, რომ ამ არჩევნებში, ეგრეთ წოდებულ არჩევნებში სინამდვილეში ეს არის რუსული სპეცოპერაცია და გეტყვით რატომ არის ეს სპეცოპერაცია. ანუ თქვენს კითხვაზე რომ გავცე მარტივად პასუხი, ჩვენი პარტია, ისევე როგორც კოალიცია აქტიურად მუშაობს, როგორც ადამიანის უფლებების მიმართულებით, რომელზე პასუხისმგებელიც უშუალოდ მე ვარ, ასევე რა თქმა უნდა საერთაშორისო მიმართულებით, სტრატეგიული მიმართულებით, ხალხთან ანუ ყველანაირი მიმართულებით, როგორც ჩვენი სტრუქტურა, რომელსაც არც ერთი წუთი არ შეუწყვეტია მუშაობა. ეხლა რაც შეეხება დღევანდელ პოლიტიკურ მდგომარეობას და სად არის გამოსავალი. ხო, ნახეთ, პოლიტიკური სუბიექტი, 8 პოლიტიკური პარტია ვართ გაერთიანებული ერთი მიზნის გარშემო. რა არის ეს მიზანი? ეს არის ამ ხელისუფლების, მიტაცებული ხელისუფლების სწორედ იმიტომ რომ ამ ანტიქართული რუსული ოცნების ანუ ივანიშვილის დაჯგუფების ჩამოცილება მიტაცებული ძალაუფლებიდან და ხელახალი არჩევნების საპარლამენტო არჩევნების მიღწევა ამ ქვეყანაში სამართლიანი პირობებით. აი ჩვენ არჩევნებზე როდესაც საუბრობთ, ხომ ფაქტობრივად ეუქთ ოდირის დასკვნა უპრეცედენტო იყო საქართველოსთან მიმართებით, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ აქამდე არც ერთ დასკვნაში არ ყოფილა, რომ ეს არჩევნები არ იყოს სამართლიანი
და ამ არჩევნებზე დარღვეული იყო პრინციპები, საარჩევნო ფუნდამენტური საარჩევნო პრინციპები, ხო? როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ საპარლამენტო არჩევნები იყო გაყალბებული და აქვე შევახსენებთ ჩვენს მაყურებელს, რომ სწორედ პარტია ახალი და კოალიცია ცვლილებებისთვის ვიყავით პირველი, ვინც განვაცხადეთ, რომ ჩვენ არ ვაღიარებდით ამ არჩევნებს, ჩვენ ჩავხსნით ციებს და დავწერდით განცხადებებს მანდატებზე უარის თქმის შესახებ და ჩვენ 19 დეპუტატი ჩვენი მხრიდან წავედით და დავწერეთ პირველივე დღეს როგორც კი შესაძლებელი იყო უარი მანდატზე, რომელიც არალეგიტიმურად მიგვაჩნდა, მთლიანად პარლამენტი დღეს არის არალეგიტიმური და ყველა მისი. აი შედეგი რა მიიღეთ? აი მე მაინტერესებს რა, უცბად გეუბნები. გავალ აქამდე ზუსტად. კი ბატონო, გისმენთ. იმიტომ რომ ჩვენ შედეგად მივიღეთ ის, რომ ამ რეჟიმს ყველაზე მეტად დღეს ტკივა ლეგიტიმაციის არ ქონა და ლეგიტიმაცია მას არ აქვს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. რომ არ ყოფილიყო ჩვენი მხრიდან არ აღიარება, ჩვენი პრინციპული პოზიცია, რომ არ ყოფილიყო ჩვენი მხრიდან სიებზე უარი, მანდატებზე უარი, სხვათა შორის ჩვენის პარტია ვიყავით ერთადერთი, რომელმაც დაფინანსებაზე წერილობითი უარი განვაცხადეთ. აქამდე ყველაფერი ვერ მოვიდოდა. აქამდე ეს ყველაფერი ვერ მოვიდოდა. ჩვენ აქტიურად თანამშრომლობთ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, რომელთაც აქტიურ რეჟიმში ვაწვით ჩვენი მიმართულებებით, ანუ საგარეო მიმართულება, ადამიანის უფლებების მიმართულება, საარჩევნო მიმართულება, ინფორმაციებს თავისი მტკიცებულებებით, იმიტომ რომ სიტყვაზე არც ჩვენი პარტნიორები არ გვენდობიან, ხო, მათაც ჭირდებათ კონკრეტული ფაქტები, არგუმენტები და მტკიცებულებები. და ამ პირობებში, როდესაც ყველაზე მეტად თუ რამეს ტკივა არის არ აღიარება და ამ პირობებში, როდესაც ქართული ოცნების არაერთი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირდაპირ მიუთითებდა და ითხოვდა ჩვენ გაითიშა რაღაცა ხმა. ამბობდა, რომ ამ გააკავებდა ისეთ ხალხს. ისმის ჩემი ხმა? კი, ერთი წამით გაითიშა და კი, გვესმის. ანუ იმ პირობებში, კი ბატონო, იმ პირობებში, როდესაც ქართული ოცნების პრემიერი კობახიძე პირდაპირ ამბობდა, რომ ყველა ის, ვინც არ აღიარებს პარლამენტის ლეგიტიმაციას, სწავლა ციხეში და ასეც მოიქცა და ჩვენი ლიდერების მაგალითები წინ გვაქვს, ხო? ასევე ვითომ პრეზიდენტი მათი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტი არასოდეს არ იქნება აღიარებული, ამბობდა, რომ წინა საარჩევნო კამპანიაში ვინც მიიღებდა მონაწილეობას, მას შეიწყალებდა, ვითომ ჯერ უფლებამოსილება აქვს მას და შეიწყალებდა. ამ პირობებში, როდესაც ანუ ითხოვდნენ პირდაპირ აღიარებას, არაფრით არ შეიძლებოდა მათ თამაში და მათ დღის წესრიგში შესვლა. მათი თამაში რა არის? იმ ეგრეთ წოდებულ არჩევნებში მონაწილეობა იგივე CSKOT-ი გაუარესებული საარჩევნო გარემოების პირობებით, რომელშიც ფაქტობრივად უნდა რომ წაგგლიჯონ აღიარება ამ არალეგიტიმური პარლამენტის უკანონო CSKOT-ს და მისი არაკანონიერი მოქმედებების მთელი კასკადის და გუში სხვათა შორის იყო CSKOT-ს ხდომა, სადაც მიიღეს რაღაცა წესები და მათ შორის იყო მიღებული ეს წესი, რომ არც ერთი მაჟორიტარის წარდგენა არ მოხდებოდა დარეგისტრირებული სუბიექტების მხრიდან, ესეთი სუბიექტები მოიხსნებოდნენ რეგისტრაციიდან და მე მაინც მქონდა დიდი იმედი, რომ ლელო მოეგებოდა გონს და ლელო არ წარადგენდა არას, რომ ლელო არის ის სუბიექტი, რომელიც ყველაზე მეტად ხდება გული ერთი და რომელსაც შეეძლო რეალურ პროტესტში მიეღო მონაწილეობა და რეალურ ცვლილებებში და სამწუხაროდ დღეს ნებსით თუ უნებლიეთ ის ფაქტობრივად თამაშობს სისტემური ოპოზიციის და ოცნების სიტუაციური პარტნიორის, ანუ თანამშრომლობას ახორციელებს ის ამ თავისი ნაბიჯებით. ეს არის შეცდომაში გაჯიუტება მისი მხრიდან, არ აღიარება ამ შეცდომის თუ რა ხდება, ეს არ ვიცით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეხლა ჩვენი საუბრის საგანი არ არის, მაგრამ ეს მათ ამ ნაბიჯით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენეს პროტესტს, თუმცა რა თქმა უნდა ეს პროტესტი გაგრძელდება და ჩვენ ის რვა პარტია, რომელიც ამ საერთო მიზნის გარშემო ვართ გაერთიანებული, სწორედ ვიმუშავებთ იმაზე, რაც გვაქვს გეგმად დასახული, პროტესტის კერების გაძლიერება, წინააღმდეგობის ცენტრების შექმნა ადგილებზე და რეგიონებში. რატომ? იმიტომ რომ პირისპირ კომუნიკაციით შევძლოთ ადამიანებამდე სწორი ინფორმაციის მიტანა, რომ ამით ერთის მხრივ დავუპირისპირდეთ იმ პროპაგანდას, რასაც ეს რუსული რეჟიმი ახორციელებს. გავზარდოთ
წნეხი არაღიარებით, ართანამშრომლობით, თანმიმდევრულობით და ასენივად მხოლოდ ჩვენ რეალურ გამარჯვებამდე და რაც მთავარია კიდევ არ შეიძლება ადამიანებს ამორჩეველს მისცენ ცრუ ილუზიები, დაკიდო რაღაცა თარიღები საბოლოო ვადებად და დედლაინებად. მაშინ, როდესაც ჩვენ წინასწარ არავინ არ ვიცით, როდის დადგება ცვლილებების დრო. შეიძლება შეგეკითხოთ, მარიკა, ახლა თქვენ ფაქტიურად გახსნილი ფრონტით ერძის საბჭოთა ხელისუფლებას და მიგვირს იცით, დაფინანსება ეს იმის მთავრობის მოცემული არა, ხალხის ნდობის დამსახურებისთვის არის ეს თანხა და რატო არ გამოიყენეთ ის თანხა? მე ვფიქრობ, რომ არასწორი მიდგომა გქონდათ. ის ხო აი ხალხი გენდოთ თქვენ. თამაში აი ამ ნდობის სარეალიზაციო არის გამოყოფილი. არ არის ეს არც ყობახიზე შეჩვენებულის და არც არავის კეთილინება. ეს არის კონსტიტუციური გარანტია პოლიტიკური ცხოვრებისა. ყველა მთელ მსოფლიოში ესია. ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, ხო? აგეღოთ ეს თანხა. თქვენ ახლა ძალიან ბევრ რეგიონებში ადგილობრივი ორგანიზაციები ყავთ. ელემენტარულად იცით, ბენზინის ფულიცაა საშოვნი და საკომუნიკაციო საშუალო ინტერნეტსაც ხო იხდი და არნა ისაა. მე ვფიქრობ, უნდა აგეღოთ ეს თანხა და უფრო გაგეღრმავებინათ მუშაობა. დიახ, დავით, რა თქმა უნდა, მესმის რომ დისკუსია გექნებოდა და თამამად და ხმამაღლა შემიძლია თქვა, რომ ჩვენ ვართ იდეის გარშემო. ვიცი, მაგრამ უფრო ძალიან ძნელია, იცით, მოძრაობა. რომლებიც ამ იდეისთვის, ამ გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში, რა თქმა უნდა, ჩვენი ენთუზიაზმის ხარჯზე, იმიტომ რომ ეს ქვეყანა დღეს იღუპება. დღეს ამ ქვეყანას ჭირდება სწორედ კეთილსინდისიერი, საქმის მკეთებელი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ თავგანწირული ბრძოლა. მათ შორის ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, ზურაბ გირჩი-ჯაფარიძეს, იმ 64 რეჟიმის პატიმრის, ბიჭების და ქალბატონების ბრძოლა არის თავგანწირული. ისინი არიან გმირები, რომლებსაც ის ჩვენებენ მაგალითს, როგორ უნდა ვიბრძოლოთ, როგორ უნდა ვიყოთ ერთიანები, როგორ უნდა გავწიოთ წინააღმდეგობა და როგორ გავიყვანოთ ეს ქვეყანა გამარჯვებამდე. რა არის იცით, მარიკა, ახლა ბოლო 10 წლის მანძილზე ყველაზე ცხელი დღეები საქართველოში მოხდა, თბილისში. აი ამ მთელი ზაფხული რო ციხეებში ჩაყარეს ეს ხალხი. ფაშისტური მიდგომა აქვს ამ ხელისუფლებას და არ არიან სორი რა, ღმერთი დაჟის მაგათ, აი მართა გეუბნებით, კატორღული მდგომარეობა ციხეებში. ახლა მე მგონი თქვენ თქვით, რომ სულად გავხდიო და გამოვედიო. თუ მე ხო და აი მას მე წინა გადაცემაზე შეგაქეთ კიდევაც, რომ როგორ შეხვედით ესე და თუ არა ვსები 42 თუ 43 გრადუსი ყოფილა იქ სიცხე და აი რა ვიცი. იმის მერე მე ვიყავი ციხეებში კიდევ ნინო დათაშვილთან ვიყავი, მოვინახულე რა თქმა უნდა, რომ ნინო დათაშვილს საერთაშორისო მიმართულებით ადვოკატირების პროცესში ვარ ჩართული, სწორედ დასკვნა მოვამზადეთ ამ მიმართულებით იმ დარღვევებზე, რომელიც მის საქმეში არსებობს და დავუგზავნეთ საერთაშორისო პარტნიორებს, სწორედ პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებების სახელით და ამ მონიტორინგის პროცესს ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ, იმიტომ რომ იქ არაერთი დარღვევა უკვე არის. ასევე ვიყავი ნიკასთან და ნიკასთან შესული და მე ისეთი ისტორიები მოვისმინე უბრალოდ ნიკა მელიას წამების ფორმა ამასთან დაკავშირებით გაჟღერება იმ ძიმე პირობებთან დაკავშირებით, რომელიც სწორედ სიცხის გამო მას იქონდა და როდესაც ის გამოვა ამ უკანონო პატიმრობიდან, დარწმუნებული ვარ, რომ ის თავად ისაუბრებს ამ საკითხებზე და რა თქმა უნდა, ამ პროცესში ცუდთან ერთად კარგი ისიც არის, რომ ცვლილებების მერე ფაქტობრივად ხედავთ ასევე ციხეებში რა არის შესაძლებელი იმისთვის, რომ ადამიანური პირობები იყოს არა მხოლოდ პატიმრებისთვის, არამედ იქ დასაქმებული პირებისთვის, იმიტომ რომ იქ ადამიანები მუშაობენ, სხვათა შორის საკმაოდ ნორმალური ადამიანები და მათაც სჭირდებათ პირობები, ჰაერი, კონდიცირება, წყალი, ნორმალური ანაზღაურება და ასე შემდგომ. და ეს ყველაფერი ისევე როგორც ცოტა კომიკურია დღეს კანალიზაციის მილებზე საუბარი და გამოწვევით და რატო არის კომიკური? საშინელი მდგომარეობა მეც ვიცი. თურქეთის კურსი არ შეიცვალა, ხო? ასევე არის ციხეებთან მიმართებითაც კონკრეტული ლოკალური პრობლემები ვერ მოგვარდება. თუ არ მოხდება რეჟიმის დემონტაჟი, სისტემური ცვლილებებია ჩასატარებელი და არის ახლა აი როგორც იურის გეკითხები და თქვენ მართლა კარგი დონის ადვოკატი ხართ. ესე არ ვიცი, ტვინგაყინული მოსამართლეები ყავს თუ რა არის?
არ შეიძლება რომ შინაპატიმრობა მიუსაჯო. აი ესე მიყვეს, ან კორპუსიდან კი არა, დაუშვათ უბნის გარეთ გასვლა არ შეიძლებაოდეს, ან თბილის გარეთ იგრძელებოდეს. აი ყველაზე უკიდურესი ფორმა ხო პატიმრობა. რატო იყენებენ უკიდურეს ფორმას პოლიტიკოსებზე? უკიდურესი შემთხვევა უნდა იყოს პირადი პატიმრობა, სკიბაში სახის საკეთვა. ეს ადამიანები იმიტომ ხედან ციხეებში რომ არის პოლიტიკური დაკვეთა ასეთი პოლიტიკური კურსი სინამდვილეში რომელიმე მათგანს დანაშაული კი არ აქვს ჩადენილი ეს უნდა რეჟიმს გააჩეროს პროტესტი იმისთვის რომ შეინარჩუნოს მიტაცებული ძალაუფლება და ვერ მოხდება ეს რეჟიმი არის ძალიან ძიმე მდგომარეობაში უკვე შიდა დაპირისპირებები აქვს მათ შორის კლანური დაპირისპირებები რამდენიმე კლანი ჩამოაცილეს რაღაც საქმეები შიგნით პრობლემები აქვს მათ შორის სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით იმიტომ რომ კაცო ფილტრები გაუხლით ეს ეგრე იმას აჭარის ლიდერს არ გახსოვთ ხო დაძაბულს არ მეთქონდა უკაცრავად მე მგონი მეკითხებოდით არა უბრალოდ გეუბნებით რომ თვითონ ჩიხში არიან მაგრამ მე თქვენი ხალხი მეწოდებიანი ზით ამ სიცხეში ხებში რო არიან ან არ ვიცი იცით თვითონ მიიყვანა ხელისუფლებამ საქმე იქამდე რომ სისასტიკემდე გადადიან წამება მე ვთვლი რომ წამება 40 გრადუსიანი კამერაში ადამიანების ყოფნა პედელში მოქცეული ადამიანი რომელსაც არ აქვს გაგრილება არ აქვს კონდიცირება და მასე გაყავდათ წნევას უზომავდნენ ან რომელიმე რომ ყოფილიყო გულით დაავადებული შეიძლება ლეტალურად დასრულიყო ეს შემთხვევა და როგორ შეიძლება ესე არც უკანონო პატიმრების ამ პირობებში ჩაგდება შეიძლება არც იმას ვისაც სამართლიანად აქვს მისჯილი და იხდის საპატიმროებში სასჯელს და არც თანამშრომლებს რომლებსაც ამ პირობებში უწევთ ყოფნა თანხმები საშინელება რაც ხდება არ ვიცი რა ესენი დიდხანს აღშკარად ვერ გაძრებენ ხალხში არის აი როგორ გითხრა აი ყოველდღიურად აი იმუხტება სიტუაცია და აი რაღაცა ჩაღერ ორშაბათიდან სექტემბერი დადგაო და ეთყობა რაღაცა ეს სხვა ფორმაში გადაიჭრა ძალიან დატვირთული ჩვენ პირველი ვაპარტიას სექტემბრის ვიცი მოგისმინეთ ანონსებული გვაქვს მორიგი მარში ჩვენ აგვისტოში ხო გქონდა ივლისში უფრო სწორედ მარში სადაც საკმაოდ დიდი რაოდენობის ადამიანი იყო გამოსული ის ადამიანები ვინც იციან რისთვის ბრძოლობენ და როგორ ბრძოლობენ ასეთივე მარში იქნება 13 სექტემბერს და ძალიან მნიშვნელოვანია რომ აქ ძალიან ბევრი ადამიანი იყოს მით უმეტეს რომ ეს მიმართულია საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების ასე ვთქვათ საფრთხის აღმოსაფრთხებლად და უვიზო რეჟიმი საქართველოში ვერ შენარჩუნდება ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან ერთად იმიტომ რომ ივანიშვილის რეჟიმი და ევროპული ღირებულებები ევროპული ცივილიზაცია და ევროპული არის შეუთავსებელი ეს ერთად ვერ მოხდება ამიტომ უნდა გამოვიდეთ 13-შიც ასევე მთელი სექტემბერი იქნება ძალიან დატვირთული ჩვენ არაერთი ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი და ამას ყველაფერს ეტაპობრივად საზოგადოებას მივაწვდით და უნდა ვიყოთ რაც შეიძლება ბევრი რომ რაც შეიძლება მალე დავასრულოთ ეს ყველაფერი მეც გული მიგზავს რომ მალე დასრულდება აი ისა მარიკა დიდ პატრიკს გულწრფელად გეუბნებით აი ბრწყინვალე პოლიტიკური ხედვას გაქვს და რაც თავარია მებრძოლი იურისტი ბრძანდები და ცოდვები არიან ეს 6 და 8 სადისტური მიდგომა აქვს ამ ხელისუფლებას და მაგენიცა მე მგონი აი არ ვიცი ღმერთი დაჟის მაგათ ამის გამო და ეს მოსამართლეების კაცო ამდენ თვიან პატიმრობებში გაყვანა და 8 როგორ შეიძლება სასამართლო განხილვები იყოს საგიჟეთში ვარ დიდი მადლობა მარიკა პატიოსნად გეუბნებით და არა მართა ენერგიულები ხარ და კარგი გუნდი ხარ თქვენ ყველგანაც კარგი ქართველები ვართ რა და იცით აი მე სულ ნატრულობ რომ ყველა ქართველი გაერთიანდეს ერთი დროშის ქვეშ და თქვენს კარგი ქენით რომ საუბარი იმით დაიწყეთ ადამიანის უფლებების დაცვა არის ყველაზე მთავარი ამაში მაინც ერთი სული უნდა ვიყოთ ყველანი მადლობა თქვენ, მადლობა რომ არსებობ და მადლობა რომ თქვენნაირი ხალხი დომინირებული არის, უკვე ყველაზე მეტი ხალხი არის აი პროტესტანტული განწყობისა საქართველოში და მე მგონი ეს თავის საქმეს გააკეთებს რომ ყველა ესე ფიქრობს. მადლობა და გემშვიდობებით, ქალბატონო მარიკა, გემშვიდობებით მაყურებლებო, იმეც ვიტოვებ რომ